ქუთაისის ცენტრალური არქივი საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი უძველესი დაწესებულებაა. ის ცენტრალური არქივის სტრუქტურული ერთეულია, ისე როგორც ქუთაისს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია, საარქივო საქმესაც ქუთაისში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენ ვიცით, რომ უკვე გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქ ქუთაისში სამეფო არქივი არსებობდა. შემდეგ საუკუნეებში ეს იყო იმერეთის სამეფოს დედაქალაქი და შესაბამისად იმერეთის სამეფო არქივიც აქ იყო. შემდეგ მე-19 საუკუნის შუახანებიდან კი როგორც საგუბერნიო არქივი. ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია თავისი ფონდების მრავალფეროვნებით და მოცულობით. დღეს არქივში დაცული არის 900.000-მდე სხვადასხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ძირითადად მე-19-20 საუკუნეების თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ამსახველ დოკუმენტებს. ასევე დაცულია რამდენიმე ათეული პირადი წარმოშობის ფონდები. როდესაც ქუთაისის არქივის ფონდებზე ვსაუბრობთ და მის დაარსებაზე, უნდა გავხსენოთ, რომ ამ დიდი საქმის ორგანიზატორები ქუთაისში იყვნენ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები, როგორებიც იყვნენ სარგის კაკაბაძე, ტრიფონ ჯაფარიძე და ვიქტორ ბროსე. დღევანდელი შენობა აგებულია 2017 წელს. ის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი. ყველა პირობაა დაცული როგორც დოკუმენტების შენახვისათვის, ასევე თანამშრომელთა ნორმალური მუშაობისათვის. მე ქუთაისის ცენტრალურ არქივთან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია მაკავშირებს. ჯერ კიდევ დირექტორობად ყოფნამდე ამ არქივში ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა საარქივო საქმეების კვლევას. თითქმის 15 წლის განმავლობაში ყოველდღურად გახდით არქივის სტუმარი, ყოველწლიურად დაახლოებით 300-400 საარქივო საქმეს ვეცნობოდი. აქ შეიქმნა ჩემი ამ პირველი სტატიები, პირველი პუბლიკაციები. 1992 წელს ვაგანტური გახდა არქივის დირექტორის თანამდებობა. იმჟამინდელმა ქალაქის ხელმძღვანელობამ შემოთავაზა, რომ მე დამეკავებინა არქივის ხელმძღვანელის პოზიცია. რა თქმა უნდა, თავდაპირველად თავი შევიკავე, იმიტომ რომ ვიცოდი მე რა არის არქივი, როგორი საპასუხისმგებლო საქმე. ეს არის ეროვნული სიმდიდრის ყველაზე ძვირფასი ნაწილი, რომელიც სხვა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მაგრამ როცა განმეორებით შემოთავაზეს და თან ისიც მითხრეს, რომ ეს ქუთაისის საზოგადოებისაგან შემოთავაზებულია ეს წინადადება, რამდენადაც მათმა იციან თქვენ დამოკიდებულება არქივისადმი და თქვენი კვლევის ინტერესები, უკვე დიდი მადლიერებით დავთანხმდი ამ გადაწყვეტილებას. 34 წლის ვიყავი, მაგრამ თითქმის გავორმაგდა ეს ასაკი აქ ყოფნის პერიოდში. დიახ, სულ ბოლო პუბლიკაცია, ახალი პუბლიკაცია, ეს არის ქუთაისის ცენტრალური არქივი 100, რომელიც არქივის საბიბლიოთეკოდ გაკეთდა. ეს არის ძირითადად წიგნი, რომელიც ასახავს ქუთაისის არქივის 100-ლოვან ისტორიას და შერჩეულია 150-ზე მეტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი თითქმის ყველა სფეროდან, რომელიც არქივის ფონდებშია დაცული, რათა მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნეს არქივში დაცულ ამ ეროვნულ სიმდიდრეზე. ქუთაისის ცენტრალურ არქივში, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად მე-19-20 საუკუნეების დოკუმენტებია დაცული, თუმცა გვაქვს მე-17-მე-18 საუკუნეების ათეულობით დოკუმენტი. მათ შორის მეფეთა გაცემული სიგელ-გუჯრები და მე მინდა ყველაზე ძველი დოკუმენტი ჩვენი არქივის 1627 წელს იმერეთის მეფის გიორგი მესამის მიერ გაცემული სიგელი გაჩვენოთ. აი ეს არის პრაქტიკულად ყველაზე ძველი დოკუმენტი. ეს არის წყალობის სიგელი წულუგვიძეებისადმი. დიახ, და ნიკორწმინდის ტაძრის შეწურულობისადმი. ეს გახლავთ იმერეთის მეფის სოლომონ პირველის წყალობის სიგელი 1792 წლით დათარიღებული. ეს გახლავთ იმერეთის მეფის დავით მეორეს გიორგისის კერძო წერილი თავად კოძაიებისადმი. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ასობით დოკუმენტი. მათ შორის ჩვენთვის ძალიან სათაყვანებელი დიდი აკაკი წერეთლის
მოგონებები შავი ქვის შეწყვეტა შესახებ. დაცულია არქივში ათობით ტექნიკური ხასიათის დოკუმენტი, პროექტები, გეგმები და მათ შორის გამოვყოფდი ქუთაისის 1872 წლის გეგმას, რომელიც ქუთაისის უბნების მიხედვით იყო შედგენილი. აქ არის არა მარტო ქუჩების მდებარეობა და სახლების მდებარეობა, ნაგებობების მდებარეობა, არამედ გაშიფრულია თითოეული შენობის მფლობელის ვინაობა. და აი მისი ასაკიდან გამომდინარე 1872 წელსაა შედგენილი, დღეს ეს მასალა უნიკალურობას იძენს. მოგესალმებით, ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახლავთ მისი თეთრი ხიდი. თეთრი ხიდი დღეს ლითონის ხიდია, ხო, რკინის ხიდია, მაგრამ თავის დროზე აქ აგებული იყო ხის ხიდი და ჩვენ გვაქვს ამ ხიდის თავდაპირველი ხის ხიდის პროექტი, რომელიც უნიკალურია. ჩემთვის არქივი ყველაფერია, ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია არა თუ არქივის გარეშე ყოფნა, ვიცი რომ ერთვენია დღეს ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც არქივისადმი ის დამოკიდებულება მექნება, როგორც ჰქონდა ამ სამსახურში მოსვლამდე.